1159 1159 გამომწერი მყავს. გახსოვთ 100 გამომწერი რო აღნიშნე? Yo! Okay, ძალიან დიდი მადლობა. სათითაოდ ყველას მიყვარხართ. და აქვე სანამ ახალ ვიდეოს დავიწყებ, მინდა ერთი რაღაცა ვთქვა. წინა ვიდეო ჩავწერე ტრალალელო ტრალალაზე და ვიდეო იყო უფროსებისთვის. YouTube-ზეც სანამ ავტვირთავდი დავაწექი, რომ არ იყოს ბავშვებისთვის. რატომღაც ნახეს ბავშვებმა. მინდოდა რომ ბავშვებს არ ენახათ. იმიტომ რომ ჯერათ ეგეთი რაღაცების და მე ეშინიათ. ხო და ნუ გჯერათ და ნუ გეშინიათ ეგეთი რაღაცების. არაფერი საში არ არის, უბრალოდ ვიდეო გადავთარგმნე და იცოდეთ რომ ის ვიდეო არის ცუდი და უბრალოდ სიტყვები არ გაიმეოროთ. სო დამთავრდა მორჩა. ეგ არის და ეგ. ვიღაცემა დამიწერეს რომ ვაიმე ღამე მართლა მომაკითხავს თუმ საჰურ სახლში? არა. რომც მოგინდეს არ რომ მოინდო მოვა არ მოვა. რა თუმ. ეხლა კი გადავიდეთ სერიოზულ თემაზე. ეს ჩემი ნამუშევარია. დღევანდელი თემა ეს არის. კარგად იყავით, დასრულდა ჩვენი დღევანდელი ვიდეო. კი, ჩემი ნამუშევარია, მოგწონს ხო? ინსპირაცია ვიპოვე ინტერნეტში და ვეცადე რომ ის დამეხატა, მაგრამ იმაზე მახინჯი გამომივიდა, მაგრამ მე რა, ხო? არა უშოს. ვარჯიშით სწავლობს ადამიანი. უნდა ვივარჯიშო და უნდა ვისწავლო. მოკლედ, დღევანდელი ვიდეო იქნება რა თქმა უნდა PDD სასამართლოზე. სასამართლო გრძელდება უკვე 2 დღე, 3 დღე გამოვტოვე ისე რომ ინფორმაცია არ მომიწოდებია თქვენთვის, რადგან ვაგროვებდი ინფორმაციას, რადგან PDD-ს ცოლმა ისაუბრა სასამართლოზე და მინდა რომ ეგ ისტორიები და ინფორმაციები დღეს გადმოგცეთ, ბოდიშით. დღეს მინდა რომ გადმოგცეთ ეგ ინფორმაცია. მე პირადად ძალიან დიდ შოკში ვარ, რასაც ვფიქრობდი და რაც ვიცოდი ის ინფორმაცია დადასტურდა, უკვე სერიოზულად და ნამდვილად დადასტურდა кейსი ქვია PDD-ს ცოლს. კარგი, დავიწყოთ ვიდეო. PDD სასამართლო მიმდინარეობს, ყველამ კარგად ვიცით და რა ხდება სასამართლოზე. Casey Ventura არის PDD-ს ცოლი, რომელიც ვიდეოზე ასახული, სადაც PDD ათრია სასტუმროში და ცემა და მინდა რომ PDD-ს რაღაც სახელი მინდა რომ მოუპირდეთ. PDD რო აღარ თქვა რა, იმიტომ რომ დამებაინა, ნუ. თქვენ დამიწერეთ კომენტარებში რა დაუძახო PDD-ს, რომ ყოველ ჯერზე PDD არ თქვა, იმიტომ რომ მეზარება ეს სახელი, უკვე მეზიზღება. მოკლედ, გამოვიდა PDD-ს ცოლი, Casey Ventura და თქვა, რომ საკუთარი ქმარი მასზე ძალადობდა 10 წლის განმავლობაში და freak off party-ებზე აიძულებდა მონაწილეობის მიღებას. ეხლა რას ნიშნავს ეს freak off party და ჩვენ უკვე ვისაუბრეთ მაგაზე მგონი წინა ვიდეოებში ვისაუბრეთ ზუსტად freak off party-ზე ღებულობდნენ ისეთი დოზის ნარკოტიკს, ისეთი დოზის წამალს და ისეთი დოზის ტრანკვილიზატორებს, რომ არაფერი არ ახსოვთ და ვერაფერს ვერ გრძნობდნენ ნარკოტიკის გამო. მაგრამ შემდეგ ნარკოტიკი რასაც იწვევს, ეს არის დამოკიდებულება, რაც ასევე გამოიწვია და დამოკიდებული გახადა თავისი ცოლი ნარკოტიკზე და ასევე რა ჯანდაბა ხდებოდა freak off party-ზე. სიმართლე გითხრათ, უბრალოდ თქმა არ მინდა, უბრალოდ მოყოლაც კი მეზიზღება, ისეთი რაღაცები ხდებოდა მანდ. ჩვენ მქონდა ინფორმაცია, რომ ძალიან ბევრი ადამიანზე ძალადობდა, მათ შორის იყო ჯასტინ ბიბერი. ჯასტინ ბიბერი ჩაიხსნა სასამართლოდან და ასეც ვიცოდი, რომ ჯასტინ ბიბერი სასამართლოზე არ მივიდოდა, რადგან არც ჯასტინის მხარეს არ აწყობს ის, რომ სასამართლოზე გამოვიდეს ჯასტინი და PDD-ს წინააღმდეგ რაღაცაები ისაუბროს, იმიტომ რომ გასაჯარავდება ჯასტინის ვიდეოები, სურათები, ისტორიები და ასე შემდეგ, რაც ჯასტინსაც არ აწყობს და მგონი არ ჩვენ არ გვაწყობს და ჯობია ჯასტინს თავი დავანებოთ, ისაც მისი გაჭირვებია, ხო? ჯასტინი ჩაიხსნა სასამართლოდან, ანუ აღარ იქნება, არ დაესწრება სასამართლოს. მესამე პიროვნება, რომელიც უნდა გამოსულიყო PDD-ს წინააღმდეგ და მიეცა ჩვენება, გაქრა, უკვალოდ გაქრა და ამას აცხადებს ჩვეულებრივად ამერიკის უშიშროების სამსახური. იცით რა, გაქრა? მობილურზე არ უპასუხობს, იცით? აი, მობილურზე არ უპასუხობს, უშიშროება ამერიკის. ამბობს, რომ მობილურზე აღარ უპასუხობს. მოძებნე, ამოთხარე, მოძებნე საწავიდა ის პიროვნება, ხო? მესამე. არ ვიცი ქალზე არის საუბარი თუ კაცზე, მაგრამ უნდა მიეცა ჩვენება. დადასტურებული ფაქტია.
მოკეთ кейსი ვენტურამ გარდა იმისა, რომ ისაუბრა ფრიქ-ოფ ფართებზე, მან მოყვა თუ რას უშვებოდა პირადად მას საკუთარი ქმარი. ანუ საკუთარი ქმარი აიძულებდა, რომ კავშირი ქონოდა სხვა კაცებთან მას და ისევ როგორც დუბაიში ხდება, ანუ ტუალეტის როლი ეთამაშა ცოლს. ანუ ეს ამ ყველაფერს უყურებდა ფიდირი, ამ ყველაფერს უყურებდა და ამით იტკბებოდა, ეს მოწონდა და სხვათა შორის მისაცხომა თქვა, რომ როცა გავაჯავრებდიო და როცა გაბრაზდებოდა ჩემზეო, წამაქცევდაო და ფეხებით დგებოდა თავზეო. ანუ წარმოიდგინეთ რა აქვს ქალს გადატანილი. როცა გაქცევას ვცდილობდიო, მისი დაცვა მიჭერდა და ისე უკან მაბრუნებდაო და ერთადერთხელ იყო, როცა დაცვა მიტირაო, რომელიღაცა სასტუმროში ამერიკაში მისვენებდნენ და ფიდიდის გაიქცა, ანუ ნაცემი, შევარდა სადღაც ტუალეტში და ცდილობდა, რომ ქვემოთ შემძვრალიყო, სადღაც რაღაცის ქვეშ დამალულიყო და დაცვა გამოეკიდა და დაცვას აეტირა იმ მდგომარეობაში, რომ დაინახა. ანუ წარმოგიდგენიათ, ქალი მე არ ვიცი, ამდენი დაცვა ყავდეს და ერთი მაინც არ გამოდგეს ისეთი, რომ ერთმა მაინც მიიტანოს პოლიციამდე ამბავი რა. ასევე ისიც მოყვა, რომ გარდა ასეთი ძალადობისა, ფსიქოლოგიური ძალადობა ხორციელდებოდა მასზე, წარმოიდგინეთ 19 წლისდან. ანუ 19 წლის რო იყო, ჯერ ერთი 19 წლის გოგო ჩამოუყალიბებელი რაღაცა მართლა გოგო ბავშვი შეიძლება ითქვას, ჩავარდა ფიდიდის ხელში. ანუ ის არ გაზრდილა, ის გაზარდა თვითონ საკუთარმა ქმარმა, ხო? და 19 წელი რო ერთზეიგივე რაღაცა ხდება, უკვე მიჩვეულია ეს პიროვნება იმაზე, რომ თითქოს ეს ყველაფერი უნდა აიტანოს. უკვე შემდეგ წლებში უკვე გაქცევას აღარცილობდა, იმდენად მიჩვეული იყო ამ ყველაფერზე. გარდა ამისა, გადამდები დაავადებები ჰქონდა მას სხვადასხვა ხალხისგან, ვისთანაც აიძულებდა ეს მისი ქმარი კავშირს. ამას რო თავი დავანებოთ, გახსოვთ წინა ვიდეო ქონდა ჯონატანზე სახელი გამახსენდა. ჯონატანზე რომ მქონდა წინა ვიდეო, კაცი რომელიც სულ ტყუილად ზის ეხლა ციხეში. იცით ჯონატანი რო ახსენა სასამართლოზე, кейსი ვენტურამ. ჯონატანი ახსენა, რომ მართლაც მათი მეძავი იყო ჯონატანი. და ეს კაცი უკვე ოფიციალურად დამტკიცა, რომ მართლა სიმართლეს ამბობდა. წინა ვიდეო თუ არ გაქვთ ნახი, აუცილებლად ნახეთ, ჯონატანზე არის. ტრამპის გოლფ კლუბში რო შეიჭრა. ეგ პიროვნება, რასაც იმ დღეს ყვებოდა, რომ ფიდიდი ესწრებოდა ამ ყველაფერს და მე პირადად უსმენდი ფიდიდის საუბრებსო, როცა მობილურზე ვიღაცებს ესაუბრებოდაო. ეს ყველაფერი დაადასტურა ფიდიდის ცოლმა გუშინ. თუ გუშინ წინ რაღაცა, რა მნიშვნელობა აქვს ხო დაადასტურა. ჩვენ, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ახსენებ, სასამართლოზე დაუშვებელია ვიდეო გადაღება, ფოტო გადაღება და სასამართლოზე ზის ერთ-ერთი ქალბატონი ხნიარი, რომელიც ხატავს სკეჩებს აკეთებს და სკეჩებით გვაქვს ეს რაღაც დონის ინფორმაცია. მაგალითად, რა ეცვათ, როგორ საუბრობდნენ, როგორ მიმიკებს იღებდნენ. ხედავთ, რომ ფიდიდი აშკარად ცოტა მოტეხილი ჩანს სკეჩებში და გაბრაზებული. ასევე სასამართლოზე განიხილეს მიმოწერები, ტექსტები მათ შორის. ასევე აქვს რამოდენიმე ტექსტი кейსის აქვს სასიყვარულო გაგზავნილი, რომ მენატრები როდის გნახავ ერთი სული მაგ, ასე შემდეგ. რატო წერდით ამასო ეკითხებიან? იმიტომ წერდი, რომ სხვა გზა არ მქონდაო, ანუ ღიზიანდებოდა ეს პიროვნება, მარტივად ღიზიანდებოდა და შემდეგ მე თვითონ მასახიჩრებდაო. ფიდიდი ამბობს, რომ თქვენ სცემდით მასო, ანუ თქვენც ურტყამდით ხელსო რა, ცოლს ეუბნება და კი, მეც დამირტყამსო რამოდენიმეჯერ ხელის სიმწრითო, მაგრამ მას არანაირი ზიანი არ მიადგა იმითი, რომ მე პირადად სილა გავარტყიო სახეშიო. პირიქით ის უფრო მეტად მაზიანებდაო და სურათები წარადგინა, როცა ნაცემი იყო, სათვალეებით რო იყო მისული, მეტგალაზე რო იყო, რაც შეიძლება ბევრი მაკიაჟი წაისურო, ეგო ჩალურჯებები დაფარო, ეს აქ მინაწერი თავის ქმარს, წარმოგიდგენიათ? და რამოდენიმე სასტუმრო იყო, სადაც ეს ძალადობრივი აქტები ხდებოდა და ეს სასტუმროების თვალს ხუჭავდნენ, რადგან ფიდიდის ქონდა ფული და ფულით აჩუმებდა ხალხს. მაქსიმალურად სწრაფად ვეცადე, რომ ეს ინფორმაცია მომეწოდებია თქვენთვის. ფიდიდის ყავს როგორც მოგეხსენებათ შვილები და 2 ტყუპი გოგო ყავს და გავაზიარე ინსტაგრამზე, თუ არ ყავართ გამოწერილი, გამომიწერეთ ინსტაგრამზე და უფრო ახალ ამბებს ნახავთ, გაიგებთ, პაპარაცების გადაღებულ კადრებსაც გავაზიარებ ახალს, მაგალითად წინა დღეს ბენი ბლანკოს კადრი გავაზიარე. და ინსტაგრამზე ავტორთე
ფიდირის გოგონები, ტყუპები, რომ უხარიათ, რომ კოლეჯში წასვლა არ მოგვიწევს თუ რაღაცაო და ძალიან სლეი, იო, რა იო. ანუ ოჯახ სახელი აქვს გაფუჭებული და მაკიაჟს იკეთებენ და იო, კოლეჯში წასვლა თუ სადღაც სიარული არ მოგვიწევს თუ რა, აი. What the fuck? წარმოიდგინეთ მამა ამდენ ძალდობაში ბრალდებული და ესენი ალბათ მამას გვანან ან ბაბუას ფიდირის ეს სახელი უკვე მეზიზღება ფიდირი კეისი ვენტურა არის მერვე თვეში თუ ხო მერვე თვეშია ორსულობის რა და ხვალ ან დღეს უკვე უნდა იყოს ჯვარედინი დაკითხვა სწორად თარგმნი თუ არა არ ვიცი უნდა იყოს დაკითხვა და არანაირ კითხვებს არ მოერიდებიან იმის დამოხედავთ რომ ის ორსულადაა მაინც რაღაც ჩამჭრელ კითხვებს დაუსვამენ кейსის და უკვე ხვალ ზეგ უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება ამ ყველაფერთან დაკავშირებით ასევე სხვადასხვა პიროვნებებიც გამოჩნდება ამ საქმეში და დაიკითხება როგორც ვიცი ბევრი პოპვარსკვლავია გამოსაკითხი და დასაკითხი და ვნახოთ ვინ მივა სასამართლოზე ერთვენიერ დღეს ვემზადებოდი გარეთ გასასვლელად და დავინახე რომ Jaguar Rides ქონდა ლაივი ჩართული. Jaguar Ride არის ის ქალი, მე რო გითხარით, შავკანიანი ქალი, ძალიან საყვარელი. პირველი მაგ ქალისგან გავიგე ეგ ინფორმაცია 3 წლის წინ ვიცოდი უკვე რომ ეგ პიროვნება იყო მოძალადე, ფიდირი, ჯასტინი როგორ მდგომა, ანუ ყველაფერი ვიცოდი დაახლოებით 3 წლის წინ. რადგან მაგ ქალბატონმა ისაუბრა და მჯერა დღემდე მჯერა იმ ქალის, ანუ მანამდეც დავიჯერე ისეთი რაღაცები ისაუბრა, რომ დავიჯერე და ეხაც მჯერა. ბევრი მეკითხებოდა, რომ მაგ ქალის რატო გჯერაო, იმიტომ რომ ვიღაცა არისო ტყუილებს ამბობს, რომ ნახვები დააგროვოს და რაღაც. რა ნახვები დააგროვოს, ხვის არხზე იყო მისული საერთოდ, პირველი ინტერვიუ რომ მიცა და თან ამ ქალს შვილი მოუკლეს. ფიდიდის ხელით სხვათა შორის და ყველაფერზე ვარ წამსველი რომ სიმართლე დავამტკიცო ამას იძახის ეს ქალი. მოკლედ ამ შვენიერ დღეს Jaguar Ride-მა ჩართო ლაივი Instagram-ზე. და შევედი. სააბაზანოში იყო და მემზადები რომ სასამართლოზე წავიდეო. ალბათ Jaguar-ისგან უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება ვიდრე ნებისმიერი სხვა ჟურნალისტისგან. როგორც გავიგე, PDD-ისთვის მიუწერია кейს ვენტურას ახალ ქმარს, რომ აი ესე და ესე გიზამო დამუქრებია. ნუ ერაფერს ვერ უზამს, იმიტომ რომ ეს ციხე მოუწევს აშკარად დიდხნიანი თან. და ვნახოთ ძალიან დაძაბული ვითარებაა რა. ბავშვებიც ესწრებიან სასამართლოს შვილები PDD-ის. როგორც გავიგე, უკვე Jaguar Ride-ი ესწრება თუ მონაწილეობას ხებულობს, არ ვიცი, მაგრამ მაგ ქალს აშკარად ძალიან კარგად დაკითხავენ, იმიტომ რომ ბევრი ინფორმაცია აქვს, ძალიან ბევრი. მათ შორის წამალი, რომელსაც აზავებდნენ და რეცეპტიც კი იცის, როგორ უნდა გააკეთო, ყველაფერი იცის ამ ქალმა და ალბათ ყველაზე მთავარი პერსონაჟი ეგ იქნება სასამართლოში. PDD-ის ცოლზე მეტად. Freak-of ფართები ძალიან ხშირად ტარდებოდაო, кейსი ვენტურამ თქვა და მათ შორის ყველაზე გრძელვადიანი იყო 4 დღე გაგრძელდაო ეს Freak-of ფართი და წარმოგიდგენიათ 4 დღის განმავლობაში. თვითონაც ხშირად ხებულობთ ამ წამალსო და მე სხვა გზა არ დამიტოვაო, მეც სვამდიო. საწყალი ქალი, საწყალი. ამ ყველაფრის გარდა გავიგე ესეთი ინფორმაცია, რომ кейსი ვენტურას დაუწერია რაღაცა ეს ისტორია დაუწერია და უნდოდა რომ ამ ყველაფერში თანხა ეღო და წიგნი გამოეცარა და ვიღაცა რეპერს გადაუგზავნა როგორც ვიცი. და სასამართლოზე კითხეს რომ რატო გააკეთესო, იმიტომ რომ პირდაპირ უნდა მიგემართა პოლიციისთვის თუ შენ ესეთი მსხვერპლი ხარ, რატო არ მიმართა პოლიციასო და PDD-ის შიში აქვს ყველას, მათ შორის ამ წუთას ჯასტინ ბიბერსაც მისი შიში აქვს. ყველას მისი შიში აქვს და ეს ამდგარ იყო ცოლი და
პირდაპირ გამოექვეყნებინა და ეთქვა და რაღაცა მხარს არავინ არ დაუჭერდა. ამიტომ კეისი ვენტურა მაქსიმალურად ცდილობდა რომ მოეპოვებინა მტკიცებულება იმისი რომ მართლაც ემდა მისი ქმარი, მოიპოვა მტკიცებულება სასტუმროს ვიდეო და всё. ხედავთ რაც ხდება. სასტუმროს ვიდეოდან დაიწყო ეს ყველაფერი. სასტუმროს ვიდეო რო არ გასაჯაროებულიყო, იმ ძალადობის ვიდეო, გონი დღემდე ჩვეულებრივად გააგრძელებდა ეს ხალხი ცხოვრებას. PDD და მასთან დაკავშირებული პიროვნებები. ასევე თუ გახსოვთ, სანამ ციხეს ჩაჯდებოდა ეს უნამუსო, ადგა და ვიდეო ჩაწერა, სადაც სია ამოიკითხა. სხვადასხვა მომღერლის სახელი გვარი Katy Perry, Justin Bieber. რა ჯანდაბათ უნდა ხო? მისი ბავშვის დაბადების დღე იყო და ვითომ მადლობას ეუბნებოდა თუ აი რაღაც სისულელე, აი ესე ფურცელი ეჭირა და სახელგვარებს კითხულობდა. რატო? სანამ დაიჭერდნენ რამოდენიმე დღით ადრე თუ რამოდენიმე კვირით ადრე. ფიქრობ ეგეც ერთ-ერთი მუქარა იყო, რომ თუ ხმას ამოიღებ, შენი ყველას ვიდეო მაქვს. ასევე იმის თქვა და მავიწყდა. კეისი ვენტურას თავის ცოლს ემუქრებოდა ვიდეოების გასაჯაროებით და ერთ-ერთ რეპერს ჩაუვარდა ვიდეო Freak Office ვიდეო ხელში და ამ რეპერს დაემუქრა თვითონ კეისიც, რომ მოგკლავდა ჩემი ქმარი რაღაცა და ჩემი ქმარიზე დაგიმატებს და მთელი ამბავი, იმიტომ რომ სხვა გზა არ ქონდა, უნდა დამუქრებოდა, რადგან კეისის ვიდეო იყო. ანუ საკუთარი ქმარი ემუქრებოდა, რომ გაგისაჯაროებ ვიდეოს, ზუსტად ისე, როგორც ემუქრება სხვებს. Katy Perry, Justin Bieber, ყველას ემუქრება. კაცმა არ იცის, ანუ რეალურად ეხა შეიძლება ნებისმიერ ვიღაცას გადახდეს ესეთი რაღაცა თავზე და რატო ნახეთ? ფართიზე რომ მიდიხარ, მით უმეტეს უცხო ადამიანებთან, ხო? ვისაც არ იცნობ, შეიძლება სასმელში ჩაგიყარონ, შეიძლება საკვებში გაგერიონ ისეთი წამალი, რომელიც არის თუში, რომელსაც იყენებდა PDD და შესაძლოა Justin Bieber-საც გაურია სასმელში. თან რა პატარა იყო ჯასტინი მასთან რო დარჩა ხო 14 წელი იყო თუ რაღაცა. შეიძლება გაურია რა ბავშვს და კაცმა არ იცის იქ რა მოხდა ხო? კარგით, მოკლედ ეს იყო დღევანდელი ჩვენი PDD-ის ვიდეო და PDD-ის სასამართლოს განხილვა. მეორე ნაწილი მგონი ხო? მეორე ნაწილი. ფრთხილებ რა დღეში მოკლედ. მეორე ნაწილი და ეხლა კიდევ ერთ ვიდეოს ჩაგიწერთ, რომელიც იქნება Penny Blanco-ზე და Selena Gomez-ზე. დაელოდეთ. Goodbye.